მოგესალმებით ძვირფასებო, მადლობა უფალს დღევანდელი დღის შუქებისთვის, ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, რომ მოგვეცა საშუალება შევკრებილიყავით უფლის ეკლესიად, უფლის სახელის განსადიდებლად. დღეს წავიკითხავთ ერთ ადგილს სახარებიდან, ლუკას სახარებიდან და სანამ წავიკითხავდეთ, მინდა გავიხსენოთ ძვირფასებო, რომ უფალო იესო ქრისტეს დროს, როცა ის იყო დედამიწაზე, დადიოდა ბევრი ეწინააღმდეგებოდა მას, ბევრი ცდილობდა რომ ბრალი დაედო მისთვის, ბევრი ცდილობდა რომ დაენახებინა წუთისოფლისთვის, რომ არასწორად ასწავლის, არასწორად ეუბნება ისა ცათასაცოფერის შესახებ, მაგრამ ასევე არის ის, რომ მიუხედავად ამისა შემოქმედი ღმერთი აგრძელებდა მამა ღმერთის დავალების შესრულებას. და ლუკას სახარების მე-15 თავიდან პირველივე მუხლებს წავიკითხავთ და ეს არის იგავი, ეს არის ადგილი, სადაც ვანახებს რა ძვირფასია უფლისთვის, შემოქმედი ღმერთისთვის თითოეული ადამიანი, თითოეული თუნდაც გზააბნეული, რომელიც ჯერ არ იცნობს ღმერთს. და მოდით წავიკითხოთ ეს ადგილი. ეს არის ლუკას სახარების მე-15 თავის პირველიდან მე-7 მუხლის ჩათვლით. უახლოვდებოდნენ მას ყველა მებაჟენი და ცოდვილნი და უსმენდნენ მას. ფარისეველნი და მწიგნობარნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ, ცოდვილებს ღებულობს და მათთან ერთად ჭამს. და უთხრა მათ ეს იგავი. რომელიმე თქვენგანს, რომ 100 ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს 99-ს უდაბნოში და არ წავა დაკარგული საძებნელად, ვიდრე არ იპოვის და რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვავს. შინ რომ დაბრუნდება და უძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის, გაიხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვე. თქვენ გეუბნებით, რომ ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ 99-ის გამო, რომელთაც მონაnieება არ სჭირდებათ. ეს ადგილი ძვირფასებო ბევრჯერ წაგვიკითხავს, ბევრჯერ მოგვისმენია და კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს ადგილი, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის უფალ იესო ქრისტესთვის თითოეული ადამიანი. თითოეული ქრისტიანის და თითოეული ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს. და ამასთანავე არის, რომ პირველივე მუხლში ჩვენ ვხედავთ, რომ იესო იყო ცოდვილებთან. იესო იყო იგეთ კატეგორია ხალხთან, რომელსაც წუთისოფელი არ იღებდა. რომლებიც იყვნენ მებაჟეები, რომლებიც იყვნენ მრუშები, ქურდები, ავაზაკები, მაგრამ მიუხედავად ამისა იესო მათთან ჭამდა, მათთან სვავდა. რატო? იმიტომ რომ ის დაკარგული ცხვარი შეეძინა. და ამასთანავე არის, რომ იესო მოვიდა ცოდვილებთან, თითოეულ ჩვენგანთან. ანუ ყველასთვის მოვიდა იესო ქრისტე დედამიწაზე. ყველას მისცა ღმერთმა მადლი, რომ გადარჩეს. და ამასთანავე არის, რომ ხალხი ფარისევლები, მღვდელმთავრები იწყებდნენ დტვინვას, ბუზღუნს, ზულს უკან ლაპარაკს. იმაზე, რომ როგორ არის ცოდვილებთან, როგორ ზის ცოდვილებთან, როგორ ჭამს ცოდვილებთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, იესო არ ჩერდებოდა. იესო ქრისტე არ აჩერებდა ზრუნვას, როგორც ცოდვილებზე და როგორც გზააბნეულებზე. და ამასთანავე მოყავს იგავი ცხვარზე, რომელიც 99-ს მიატოვებს და ერთი დაკარგული ცხვრის საძებნელად მიდის. ძვირფასებო, ჩვენ რომ ეს იგავი განვმარტოთ და უпростоრად დავინახოთ, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ვინ არის ეს 100 ცხვარი. დღეს ამ იგავს შეიძლება ორი შეხედულებით შევხედოთ და ორი შეხედულებით განვმარტოთ ეს იგავი. ეს ერთი ცხვარი შეიძლება იყოს პირველი შეხედულებით, რომელიც არის გზააბნეული ადამიანი, რომელიც ქრისტეს არ იცნობს, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე ისე როგორც უნდა, ისე როგორც თვლის საჭიროს. და იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე მისთვის, ეგეთებისთვის, რომ იპოვოს. და ეს ერთ-ერთი თვალსაჩინოება არის ძვირფასებო ის, როცა იესო მიდის ზაქესთან. იესო და ზაქეს შეხვედრა. ზაქე იყო გზააბნეული ცხვარი,
რომელიც არ იცნობდა ქრისტეს, თუმცა გაგონილი ჰქონდა, თუმცა უნდოდა იესოს ხილვა, მაგრამ როცა შეეხო ზაქეს უფალი, როცა შევიდა უფალი ზაქეს სახში, ამასთანავე ზაქეს გულში, ამასთანავე ზაქეს სულილება, როცა მოხდა, იესო ამას ესეთ სიტყვებს, რომ დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა. რატო? იმიტომ რომ ისიც აბრაამის ძეა და მე იესო ამობს ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებლად და გადასარჩენად. და ზუსტად ეს მომენტი გვაძლევს საშუალებას ურფასებო, რომ დავფიქრდეთ, რომ ზაქე იყო გზააბნეული, მაგრამ ის დაბრუნდა იესოსთან. ჩვენ ერთ დროს დღეს ჩვენც ვიყავით გზააბნეული, მაგრამ დღეს ჩვენ დავბრუნდით ღმერთთან, იესოსთან, როგორც დაკარგული ცხვარი და უამრავი ადამიანი არის დედამიწაზე, რომელიც არის გზააბნეული. და ამასთანავე არის, რომ დღეს ჩვენ ვართ უკვე იმ 99 ცხვარში შევდივართ, რომლებიც მიიღეს იესო. მაგრამ აქ არის ისმება კითხვა, რომ იესო მიატოვა 99 და წავიდა ერთი საძებნელად. და შეიძლება დავსვათ კითხვა, რომ რატო მიატოვა 99 ცხვარი? რატო წავიდა? რატო არ წაიყვანა? დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ თუ საფრთხე არ ქონდა იმ 99 ცხვარს, უდაბნოში მიატოვა. თუ საფრთხის წინ არ იყო ეს 99 ცხვარი? იყო, მაგრამ აქ ჩანს, რომ ვინ არის 99 ცხვარი? ეკლესია, დღევანდელი ეკლესია, დღევანდელი მოწმუნეები, მაგრამ როცა ფარასთან უახლოვდება მგელი, როცა უახლოვდება საფრთხე, ფარა იღებს ხმას, ითხოვს შველას. დღეს როცა ეკლესიას უახლოვდება საფრთხე, უამრავი საფრთხე არსებობს მიდის ეკლესიასთან. ეს შეიძლება იყოს ცოდვა, შეიძლება იყოს სწავლების არასწორი სწავლება, მაგრამ ეკლესია იღებს ხმას, იხმობს წყეს მთავარს, იხმობს უფალო იესო ქრისტეს. ასევე ცხვარი, როცა გძნობს საფრთხეს, იხმობს მწყემს, ეძახის მწყემს, რომ მოვიდეს და დაეხმაროს. ამასთანავე ეს 99 ცხვარი არის დღევანდელი ეკლესია, რომელიც არის უდაბნოში, წუთის ოფერში და რომელსაც სჭირდება სიფხიზლე, რომელსაც სჭირდება მტკიცედ დგომა უფლის სიტყვაში, რომ უფლის ხმა გაიგოს. ამასთანავე არის მეორე კატეგორია ქრისტიანების, რომლებიც არიან ცხვრის ფარაში, რომლებიც არიან ქრისტეს ფარაში, მაგრამ ჩამორჩნენ. რომელიც მოწმენე შეიძლება ჩამორჩეს ქრისტეს ფარას. შეიძლება თქვათ, როგორ შეიძლება ჩამორჩეს მოწმენე ქრისტეს ფარას. დღეს როცა გადავხედოთ ხილულად, რომ გადავხედოთ ფიზიკურად და პირდაპირ გაგებით რომ გადავხედოთ ცხვრის ფარას, უამრავი ცხვარი შეიძლება ჩამორჩეს ფარას. რატო? იმიტომ რომ შეიძლება დაინახოს მინდორზე ჭრილი, ჭრილში წავიდეს, შეიძლება დაინახოს მინდორთან მდინარესთან მივიდეს და წყალი დალიოს. შეიძლება დაინახოს ამასთანავე კაი კაშკაშა ბალახი მივიდეს, თვალი მიიზიდოს, მივიდეს და ამ ყურადღებამ უფლის ფარას ჩამოაშოროს. ასევე არის დღეს მოწმენე, რომ ჩამორჩეს ქრისტეს ფარას, უამრავი ხილული თვალსაჩინოება არსებობს, რომელიც წუთისოფერი ქმნის, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ. შეიძლება ეს არის ფიზიკური საზრუნავი, შეიძლება ეს არის სამსახური, შეიძლება ეს არის მეგობრებთან ურთიერთობა, რაზეც ყურადღება გადააქვს მოწმენეს და ეს არის დიდი საფრთხე, რომ ჩამორჩეს ქრისტეს ფარას. და ამასთანავე არის, რომ როგორ შეიძლება დღეს მოწმუნე ადამიანმა რომ იფხიზლოს ისე, რომ არ ჩამორჩეს ქრისტეს ფარას, არ ჩამორჩეს ღვთის სიტყვას. ეს არის თვალსაჩინოება იმისა, როცა ადამიანი მოწმუნე რჩება ღვთის სიტყვაში, როცა ის ფხიზლობს, როცა ის მუდმივად არის უფლის სიტყვის განდიდებაში, როცა უფლის თანდასწრება მუდმივად არის მის ცხოვრებაში. და ამასთანავე ის ფხიზლობს და ის ვერ ჩამორჩება, თუმცა საფრთხე არსებობს. საფრთხე არსებობს იმისა, რომ ყურადღება მზერა მოვაშოროთ შემოქმედ ღმერთს. და ამასთანავე არის, რომ იესო ამობს და რომ იპოვის სიხარულით მხრებზე შეისვავს და შინ ბრუნდება. დღეს ვიცით, რომ ვინც გზააბნეული ცხვარი არის, ვინც მოდის შემოქმედ ღმერთთან და ბიბლიაში წერია და იესო ამობს ერთი მონანიებელ სულზე ანგელოს და ლაშქარიზე იმობს ზეცაში. დიდი სიხარულია ეს. და დღეს როცა ჩვენ
ხედავთ, როცა ადამიანი მოდის ქრისტესთან, დიდი სიხარულია. და თუ ჩვენც ვიღებთ ამაში მონაწილეობას, ამას ჩვენ ამ სიხარულს ჩვენც განვიცდით. რომ შეიძლება ჩვენი მეშვეობით მოვიდეს ღმერთთან. შეიძლება ღმერთმა ჩვენ გამოგვიყვენოს იმისთვის, რომ ის გზააბნეული ცხვარი ქრისტეს დაუბრუნდეს. მაგრამ ამასთანავე ჩვენც დიდ სიხარულს განვიცდით. მაგრამ აქ არის რომ შინ რომ ბრუნდება დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის გაიხარეთ ჩემთან ერთად დაკარგული ცხვარი ვიპოვე. ეს სახლი არის ზეცაში. ეს არის ზეციური სახლი, სადაც დაკარგული ცხვარი ბრუნდება. და იესო ქრისტე ამბობს რომ გაიხარეთ ჩემთან ერთად. ვის ეუბნება გაიხარეთ ჩემთან ერთად? მთელ ქმნილებას, რომელიც მან შექმნა. ადამიანები, ანგელოზები, რომლებიც ზეცაში არიან, ყველას ეუბნება გაიხარეთ ჩემთან ერთად. დღეს ეკლესიასაც გვეუბნება, მის სამწყსოს, თითოეულ ჩვენგანს, მის ფარას გვეუბნება, რომ ვინც კი მოვა ეკლესიაში, მიიღებს შემოქმედ ღმერთს, გაიხარეთ ჩემთან ერთად. დღეს მოწმეებს გვჭირდება სიხარული ქრისტეში. მაგრამ არის დიდი პრობლემა, რომ სამწუხაროდ 21 საუკუნეში მოწმეებში ქრისტეს სიხარული აღარ არის. მოწმეებში ქრისტეს ენთუზიაზმი ჩამქრალია. ისვება კითხვა რა არის ამისი მიზეზი და ყველაზე დიდი საფრთხე არის რომ ცხვარი შეიძლება მოწმე შეიძლება ფარას ჩამორჩეს. შეიძლება დღეს ჩვენ არ ვიყოთ ჩამორჩენილი ქრისტეს ფარას, მაგრამ საფრთხის წინაშე ვიდგეთ. შეიძლება დღეს მოწმე არ იყოს ჩამორჩენილი ქრისტეს ფარას, მაგრამ მზერა მოარიდოს შემოქმედ ღმერთს. იმ საზრუნავზე გადაერთოს, რა საზრუნავიც სჭირდება ხორცს. ფიზიკურ ადამიანს. ზრუნვა აუცილებელია სხეულისთვის, მაგრამ ამასთანავე აუცილებელია ზრუნვა სულისთვის. როგორ ზრუნავთ სულისთვის? დღეს ეკლესიის ზრუნვა, სულიერი ზრუნვა რა შეგამოიხატება? დღეს მოწმენის სულთა მზრუნველობა როგორია? როგორ ზრუნავთ ჩვენს სულებზე, ჩვენს სულიერებაზე? ჩვენ თუ არ ვზრუნავთ ჩვენს სულიერებაზე, როგორ ვიზრუნებთ სხვის სულიერებაზე? და ამასთანავე არის დღეს მნიშვნელოვანი ის, რომ დღეს როგორც ეკლესია, როგორც სამწყსო, რა მდგომარეობაში არის ეკლესია? რა მდგომარეობაში ვართ დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვებძვით გამოწვევებს, ყოველდღიურად ვებძვით ცოდვებს, რომელიც მოდის ჩვენთან, რომელიც აკაკუნებს ჩვენს გულის კარებზე, რომელიც აკაკუნებს ჩვენ ცხოვრების კარებზე, მაგრამ როგორ ვპასუხობთ მას? როგორ ვიბძვით მასთან? და ამასთანავე არის რომ ეს მაგალითი, ზაქეს მაგალითი იყო გზააბნეული ცხვარი, რომელიც არ იცნობს ქრისტეს, მაგრამ ხვდება, იღებს და ქრისტე პულოს და აბრუნებს უკან. მაგრამ ამასთანავე არის მოწმეების ქრისტიანები, რომლებიც ჩამორჩნენ ფარას. შეიძლება ვთქვათ, რომ როგორ შეიძლება ადამიანი ჩამორჩეს. ჩვენ უკვე შევეხეთ ამ საკითხს და ბიბლიიდან თვალსაჩინოებისთვის ყველაზე კაი მაგალითი ჩანს პეტრეს მაგალითი. პეტრე მოციქული იყო ქრისტეს ფარაში, მაგრამ ის ჩამორჩა მას. როდის ჩამორჩა? როცა უარყო იესო ქრისტე. რატო ჩამორჩა? იმიტომ რომ შეეშინდა. პეტრეს ჩამორჩენის, ქრისტეს ფარის ჩამორჩენის მიზეზი იყო შიში. შიში იმისა, რომ რასაც რაც ელოდებოდა იესოს ჯვარცმა და სიკვდილი, პეტრემ შესაძლებელია იფიქრა, რომ მეც იგივე არ დამმართნო, მეც იგივე არ შემემთხვას და სამჯერ უარყო. და უთხრა სამჯერ ეუბნება, რომ არ ვიცნობ მას. არ ვიცნობ. და მიუხედავად ამისა, ამ სიტყვებით ქრისტეს ფარას პეტრე ჩამორჩა. მაგრამ ამასთანავე ის დაუბრუნდა ქრისტეს ფარას. და ეს დაბრუნება ნიშნავს მონანიებით. ეს დაბრუნება ნიშნავს სინანულით, რომელსაც მოყავს მოდის მონანიებით. და ამასთანავე არის რომ მომავალში ის ხდება ქრისტეს ფარის წყენსი. და იესო ქრისტე ამბობს, რომ ეშმაკმა ისურვა შენი გასხრილვა, შენი ჩამორჩენა. მაგრამ როცა დაბრუნდები, როცა გაძლიერდები, როცა დაუბრუნდები ფარას, დაწყემსე ჩემი სამწყსო. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ჩამორჩენილი. ჩვენ შეგვიძლია არა გვაქვს იმისი გარანტია, რომ არ ჩამოვჩვებით, იმიტომ რომ ხორცში ვართ. იმიტომ რომ ხორცს სული საწინააღმდეგო სულს ხორცი საწინააღმდეგო. მაგრამ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ უფლის სამწყსოში და ეს დაბრუნება ხდება მონანიებით.
მონანიებით და აღიარებით იმისა, რასაც ვაშავებთ, რაზეც როგორც უარყოფთ ღმერთს. დღეს მორწმუნე რითი შეიძლება უარყოფთ ღმერთი? ჩვენი საქციელით, ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენი გადადგმული ნაბიჯით, ჩვენი შიშით, რაც შეიძლება ადამიანში იყოს. რომ მე რომ მივიდე, მე რომ იქ ვთქვა, მე რომ იქ დავამოწმო, მე რომ იქ ვიქადაგო, იქ ვყოფი ხალხი ჩემზე რას იფიქრებს. ჩემს მე როგორ შემაფასებენ, მე როგორ ჩემზე რას იტყვიან. ადამიანში მოწმუნეებში არის ეს შიში. შეიძლება ჩვენშიც იყოს ეს შიში, მაგრამ ეს გვაბკოლებს ვიფასებო, რომ ჩვენ დავჭეთ ღვთისფარაში. იმიტომ რომ ღვთისფარა ისა ქრისტეს სამწყსო ისმენს ქრისტეს ხმას. უსმენს ქრისტეს და როგორ რაში გამოიხატება რომ მოусმინოთ ქრისტეს? მარტო ღვთის სიტყვის დაცვაში? არა. ღვთის ნების მწყემს მთავარის დავალების შესრულება. და ეს დავალება არის მათეს ახალების 22 თავში. წადით და ასწავლეთ ყველაფრის დაცვა, რაც მე გამცნეთ. მონათეთ ისინი მამისადისა და სულიწმინდის სახელით. დღეს ჩვენ გვჭირდება როგორც სამწყსოს, გვჭირდება როგორც ქრისტეს ფარას, რომ ვასწავლოთ, ვაუწყოთ, დავანახოთ შემოქმედი ღმერთი. და ამასთანავე დღეს მორწმუნეების უმეტესობა დედამიწაზე ქრისტიანები ჩამოუჩნენ ქრისტეს ფარას. დღეს უამრავი ადამიანი, რომელიც დადიოდა ეკლესიაში, არის დედამიწაზე, არიან ფიზიკურად ხორცში ცოცხლები, მაგრამ სულიერად არიან ჩამორჩენილი. აღარ არიან ღვთის სამწყსოში. აღარ არიან აღარ აქვთ სახელი როგორც ღვთისფარაში მყოფი, მაგრამ ღვთისოფლში არიან. რატო ჩამორჩნენ? რა იყო მიზეზი ჩამორჩენისა? ის აზრუნავი, ის ყურადღება, რაც ხილულია და ღვთისოფლშია. ზოგი სამსახური, ფინანსები, ზოგი ზეგავლენა, ხალხის ზეგავლენის გამო, ზოგი შეიძლება თქვას უარი, რომ ხალხის შეხედულება იყოს დამცინავი იმ პიროვნების, იმ ქრისტიანის მიმართ, რომ რატო დადიხარ იქ, რატო ხარ რატო გწამს ესე და ეს ზეგავლენა მოქმედებს და ყურადღებას როცა ადამიანი მიაქცევს ხილულს, ყურადღებას ვეღარ აქცევს სულიერს და ხდება ჩამოშორება. და ამიტომ ძვირფასებო ჩვენ გვჭირდება როგორც ქრისტიანებს, ჩვენ გვჭირდება როგორც ქრისტეს ფარას, ვიყოთ მტკიცედ, ვიდგეთ ცოცხლად. ჩვენი წმენა არ იყოს უბრალოდ სიტყვებში შემოფარგლული. არ იყოს უბრალოდ ჩვენი წმენა არ იყოს ხილულად შემოფარგლული ეკლესიაში მოსვლით. ამ ღვთის სიტყვის კითხვით, რომ ჩვენი წმენა, ჩვენი ფარა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იყოს ქრისტესთან დასწრებით. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იყოს ქრისტეს წინამძღოლობით, როგორც მწყემს თავარის წინამძღოლობით. და ამასთანავე გვჭირდება სიფხიზლე. ამასთანავე ძვირფასებო ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენ ვიყოთ ღვთის სიტყვაში და არა მარტო ღვთის სიტყვაში, არამედ ღვთის მცნებებში. რა არის ღვთის მცნებები? ჯულიდან გამომდინარე ღვთის მცნებები, კანონები ბევრი იყო. 600-ზე მეტი მცნება ჰქონდა ის ებრაელ ხალხს, მაგრამ იესო როცა მოვიდა, ის 600-ზე მეტი მცნება კი არ გააუქმა, არამედ აღასრულა და ის 600-ზე მეტი კანონი, რაც ღმერთმა დაუდო თავის რჩეულ ერს, იესო ქრისტემ დაიყვანა ორ ცნებაზე. გიყვარდეთ თქვენი ღმერთი მთელი თქვენი გულით, სულით, გონებით და არსებით და მეორე მცნება გიყვარდეთ მოყვასი, როგორც თქვენი თავი. გიყვარდეთ მოყვასი, როგორც თქვენი თავი. და ეს ორი მცნება ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია. ადამიანი ვერ შეიყვარებს ღმერთს თუ არ გაიცნო. ადამიანი ვერ შეიყვარებს ღმერთს თუ არ მიიღო ის თავის გულში. ამასთანავე ადამიანი ვერ შეიყვარებს მოყვას თუ არ შეიყვარა ღმერთი. დღეს როგორ შეგვიძლია ჩვენ შევიყვაროთ ღმერთი თუ ჩვენ არ ვიცნობთ მას? თუ ჩვენ არ შეგვეხო ჩვენს გულს მისი სიტყვა, მისი ჯვარცმა, მისი აღდგომა, მისი გამარჯვება სიკვდილზე, ჩვენ მას ვერ შევიყვარებთ. დღეს ადამიანები ამობენ, რომ კი მიყვარს ღმერთი, ბაგით წარმოთქმული სიტყვებია, მაგრამ რასაც ქვია გულით შეყვარება, ვერ შეიყვარებენ, იმიტომ რომ არ იცნობენ.
ჩვენ გვერგოპატივი და დიდება უფალს ამისთვის რომ ჩვენ შევიყვარეთ, იმიტომ რომ შევიცანით ღმერთი, იმიტომ რომ ჩვენ გულით მივიღეთ და ჩვენ გვეწოდება უკვე ღვთისფარა, გვეწოდება ქრისტეს სამწყსო და როგორც ქრისტეს სამწყსო, ძვირფასებო ჩვენ გვმართებს დიდი სიფხიზლე, გვმართებს დიდი ბრძოლა იმისთვის რომ ფარას არ ჩამოვჭეთ, ბრძოლა იმისთვის რომ ყურადღება არ გადავიტანოთ ხილულზე და თუმცა უამრავი მიზეზი იქნება იმისა, უამრავი დარტყმები იქნება იმისკენ მიმართული, რომ ჩვენ ჩამოვჭეთ. და ზუსტად ამიტომ არის დიდი საფრთხე, როცა ადამიანი ჩამორჩება, მოწმუნე ჩამორჩება ღვთისფარას წუთის სოფელში. მერე მიდის წუთის სოფლის მთავარი ეშმაკი და ყლაპავს, ჭამს, როგორც მგელი ჭამს ცხვარს. დღეს სამწუხაროდ უამრავი ქრისტიანი ჩაღლაპა ბოროტმა სატანამ, როგორც მგელი ჭამს ცხვარს. უამრავი მოწმუნე ქრისტიანი გაანადგურა, უამრავი მოწმუნე ქრისტიანი ჩამოაშორა შემოქმედ ღმერთს. შეიძლება ჩვენ ვიცნობთ ეგეთ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში ჩვენ გვერდით ისხდნენ, რომლებიც ეკლესიაში ჩვენს გვერდზე განადიდებდნენ, ჩვენთან ერთად განადიდებდნენ ღმერთს, მაგრამ დღეს შეიძლება წუთის სოფელში ცხოვრობენ ჩვენთან ერთად, მაგრამ ეკლესიის უფლის სამწყსოში ჩვენ გვერდით აღარ არიან. უფლისთვის ეს დიდი ტკივილია. უფალი იესო ქრისტესთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია. და როგორც არის, როცა პოულობს დაკარგულ ცხვარს ერთად და რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვავს. სიხარულით. რას ნიშნავს მხრებზე შესვა, რომ გზაში სანამ ღმერთთან, სანამ ზეციურ სახში დააბრუნებს, არავინ არ გზაზე არ დაგლიჯოს სხვარი. ვერ მიწვდნენ. დღეს ჩვენ შეიძლება ვდგევართ ამ გზაზე, შეიძლება ჩვენ ვართ ღვთის სამწყსო, შეიძლება ვართ ღვთისფარა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ჩვენს გარშემო ყოფი მგლები, ანუ წუთის სოფელში. წუთის სოფლის მთავარი ცდილობს რომ დაგვლიჯოს, გვიკმინოს სულიერად, გაგვანადგუროს, მაგრამ ჩვენ უნდა ვრჩებოდეთ ერთ ქრისტეში. და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის და მე ძალიან მიყვარს იოანეს სახარების მე-17 თავი, სადაც უფალი იესო ქრისტე ევედრება მამა ღმერთს და ამბობს რომ მამაო, მე მინდა რომ ჩემი მოწმუნე ჩემთან იყოს, ანუ ჩემი სამწყსო ჩემთან იყოს და ეს დიდებული სიტყვებია და იესო ამბობს არა მარტო ჩემი მოწმუნე, ვინც დღეს არიან, იესო პირველ საუკუნეში ამბობდა ამას, არამედ ვინც მომავალში გახდებიან, ვინც მომავალში მიიღებს, ვინც მომავალში დაბრუნდება, როგორც გზაბნეული ცხვარი. და ამასთანავე მინდა რომ იესო ამბობს რომ მინდა ჩემი მოწმუნე ჩემთან იყოს. ანუ უფლის სამწყსო იყოს უფალთან. დღეს უფალი იესო გვეუბნება თითოეულ ჩვენგანს, მოგვართავს თითოეულ ქრისტიანს და გვეუბნება რომ მე მინდა რომ შენ ჩემთან იყო. მე მინდა რომ შენ ჩემს სახლში იცხოვრო სამარადისოდ. იმ ადგილზე სადაც იესო ის ადგილი სადაც იესო გვიმზადებს და გაგვიმზადა უკვე. იესო ამბობს მე მივდივარ, რადგან ადგილი გაგიმზადოთ. კვლავ დაბრუნდები და ჩემთან წაგიყვანთ. ვისა იყვანს? თავის მოწმუნეებს, თავის სფარას, თავის სამწყსოს, რომ სამარადისოდ მასთან ვიყოთ. და ძვირფასებო დღეს ჩვენ გვჭირდება სიფხიზლე, რატო? იმიტომ რომ მასთან ვიყოთ. იმიტომ რომ ჩვენ წაგვიყვანოს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მისი ფარა, როგორც მისი ეკლესია, რის გამოც ის დაბრუნდება. წაყვანის დროს ჩვენც აღმოჩნდეთ იმ ფარაში. ჩვენც აღმოჩნდეთ იმ ეკლესიის წევრობის, იმ ეკლესიის ნაწილში, რომელსაც წაიყვანს. დღეს ადამიანი შეიძლება ამ ფარას გამოიყოს. დღეს მოწმუნე შეიძლება ამ ეკლესიას ჩამოშორდეს. დიდი საფრთხეა ეს. დიდი სიფხიზლეა საჭირო. და ამიტომ დღეს თუ ვართ აქ, თუ ვართ ეკლესიაში, თუ ვიწოდებით უფლის სამწყსო, ეს დიდი პატივია, ეს დიდი ბრძოლის შედეგია და ჩვენ ყოველდღიურად გავდივართ ამ ბრძოლას და ეს ბრძოლა არის არახილული, არამედ უხილავი. ჰაერში გაბატონებული ბოროტ ძალებზე, რომელიც ყოველდღიურად გვებძვის რომ ჩვენ დაგვაგდოს და გაგვანადგუროს. დღეს ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს ხილულად. დღეს ჩვენ შეიძლება ერთმანეთზე ვილოცოთ. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს ფიზიკურად, მაგრამ როგორ ვეხმარებით ერთმანეთს სულიერად? სულიერად გვერდში დგომა რაში გამოიხატება? როგორია დღეს?
როგორც უფლის სამწყსოსი და როგორც უფლის ეკლესიისა. როგორ ვლოცულობთ ერთმანეთზე და იესო ამობს ცათასაცუპებელი ბრძოლით აიღება. თუ ჩვენ სულიერად არ ვიბრძოლებთ, ჩვენ ვერ დავიმკვიდრებთ ცათასაცუპებელს. ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ის, რაც იესომ გადმოგცა ჩვენ ვერ ვიქნებით მისი სამწყსო. ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, შევინარჩუნოთ ის მადლი, რამადსაც ღმერთი გვაძლევს. ჩვენ ვერ ვიქნებით მასთან ერთად. არიან ადამიანები, რომლებიც ამობენ, რომ ისა მადლს შენარჩუნება არ უნდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ ამას, რომ ეს არასწორია. იმიტომ რომ მადლი როგორც მოგვეცა, მადლი მოგვეცა მიეცა ყველა ადამიანს. ზოგი ღებულობს, ზოგი არ ღებულობს. ზოგი ღებულობს და თავისი ცხოვრებით უარს ამბობს. ამიტომ ვიფასებო დღეს ჩვენ გვჭირდება როგორც ქრისტიანებს. ვიდგეთ იმაზე, რაც მიგვიღია. ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც უფალმა გადმოგცა. და რა გადმოგცა უფალმა თითოეულ ჩვენგანს? სიცოცხლე, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერიც. ამასთანავე უფალმა ჩვენ გადმოგცა მზრუნველობა ერთმანეთზე, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. და მე გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, ჩემ თავს ვეუბნები პირველ რიგში, მოუწოდებთ ჩემ თავს და მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს სულიერებაზე, ვიზრუნოთ ჩვენს სულებზე, რომ ჩვენ ვიყოთ გამარჯვებული ქრისტეში. თუ გვინდა რომ ჩვენ დავჩეთ ქრისტეში გამარჯვებული, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ გვჭირდება რაღაცაზე უარის თქმა, წუთისოფელზე უარის თქმა, რომ ისა მივიღოთ უფალი, შევინარჩუნოთ უფალი იესო ქრისტე. არა სიტყვით, არა გონებით, არამედ მთელი გულით. ქრისტიანობა არის გულის თანხმოვანისცემა. ქრისტიანობა არ არის ხილულად ეკლესიაში დასწრება. უამრავი ადამიანის ხილულად შეიძლება ეკლესიაში შემოვიდეს. დღეს ეს ეკლესია შეიძლება გაივსოს, შეიძლება ადგილი არ იყოს ეკლესიაში, მაგრამ რამდენია გულის თანხმოვანისცემი ეკლესიაში? რამდენი განადიდებს ღმერთს გულით? რამდენ ადამიანში ცხოვრობს ქრისტე? რამდენ ადამიანის გულებში ცხოვრობს ქრისტე? აი ეს არის მნიშვნელოვანი ხარისხი, ქრისტიანობის მორწმუნის ხარისხია მთელ ყველაზე მნიშვნელოვანი. იესო ქრისტე, როცა მოვიდა დედამიწაზე, ის არ ეძებდა რიცხვს, როგორც შეიძლება მეტი ყოლოდა. იესო ქრისტეს 5000 კაცი დაყვებოდა. იესო ქრისტემ 5000 კაცი დააპურა. რატო? იმიტომ რომ ის 5000 კაცი დაყვებოდა ხილულზე, რომ ფიზიკურად იყვნენ ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილი ყოფილი. და იესო ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ. თქვენ შეგიძლიათ გაყვეთ იმ 5000 კაცს, რომელიც მერე ჩამოშორდა. მაგრამ პეტრე ძალიან დიდებულ სიტყვებს პასუხობს, რომ საწავიდე უფალო, საწავიდეთ უფალო, სიცოცხლის სიტყვები შენშია. და ზუსტად ის მორწმუნე, რომელშიც ცხოვრობს ქრისტე გულში, რომლის მორწმუნეშიც ქრისტე გულში ცხოვრობს. ისე მორწმუნე იტყვის უფალო, საწავიდე, შენშია სიცოცხლის სიტყვა. შენი მეშვეობით გვეძლება ცათასაცუპებლის კარებში შესვლა. ამიტომ გისურვებთ, რომ თითოეულ ჩვენგანს, რომ ვიბრძოლოთ, არ დავნებდეთ. უამრავი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც მოვა ისა ეკლესიაში, რომელიც შეიძლება თქვას, რომ კი მეც მორწმუნე ვარ. მაგრამ გულით შეიძლება თქვა ჩვენ ეს არ ვიცით, ვინ არის გულით მორწმუნე, ვინ არის ფიზიკურად მორწმუნე, მაგრამ ვიცით ერთი რამ, ხენა ყოფითი ცნობა. ჩვენ როგორც ისა ადამიანები და ქრისტიანები, ჩვენ ვართ ის ხე, რომელმაც იესო ქრისტემ დათესა. მაგრამ ნაყოფი როგორია? ნაყოფი რაში გამოიხატება? და გისურვებთ, რომ ჩვენი ნაყოფი იყოს კარგი, კეთილი. რადგან უამრავი ადამიანი და უამრავი ნაყოფი გამოვიყოთ. უფალმა დაგლოცოს, გვაკურთხოს, მოგცეს ძალა იმისთვის, რომ არ ვიყოთ ფორმალური ქრისტიანები, არ ვიყოთ გარეგნული ქრისტიანები, არამედ ვიყოთ სულიერი ქრისტიანები, რადგან ქრისტე სულის თანხმოვანისმებლებს ეძებს. უფალმა დაგლოცოს და გვაკურთხოს. ამინ.